რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში მაშველები და ადგილობრივი მოსახლეობა წვიმებით გამოწვეული ძლიერი წყალდიდობის შედეგებთან გამკლავებას ცდილობენ. ჩეჩნეთსა და დაღესტანში ათასობით მოქალაქის ევაკუაცია გახდა საჭირო. დაღესტნის ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა 28 მარტს დაწყებული წვიმის გამო, რომელმაც რეგიონის მასშტაბით წყალდიდობა გამოიწვია. კავკასიის მთებიდან წამოსულმა წყლის ნაკადებმა რამდენიმე მდინარის ხიდი დაანგრია. 133-ზე მეტ დასახლებას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. დაღესტნის რესპუბლიკის მეთაურმა სერგეი მელიკოვმა ტელეგრამზე გამოაქვეყნა განცხადება, რომ ზოგიერთ რაიონში ნალექის რაოდენობა 50 მმ-ს გადააჭარბა, რაც ბოლო წლების რეკორდული მაჩვენებელია. ადგილობრივი ხელისუფლება აგრძელებს დატბორილი ტერიტორიებიდან მოსახლეობის ევაკუაციას. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით ევაკუირებულია დაახლოებით 3000 ადამიანი. ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ მეზობელი რეგიონი ჩეჩნეთიც დააზარალა. 29 მარტს ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. წყალდიდობა იყო გუდერმესის რაიონშიც, სადაც დაახლოებით 750 სახლი დაიტბორა. სამაშველო სამსახურის ცნობით მათ 500-მდე ადგილობრივი მცხოვრები გაიყვანეს ტერიტორიიდან.